ყველა ემოცია დროებითი ენერგიის გამოვლინება, ის მოვა და წავა. ძლიერი ემოციის განცდისას გადაწყვეტილებების მიღება არ არის სასარგებლო. არის ასეთი გამოთქმაც, ნუ შეპირდებით, როცა გახარებული ხართ და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც გაბრაზებული ხართ. ერთი და იგივე სიტუაციაზე გახარებულნი სხვანაირად ვფიქრობთ, გაბრაზებულნი სხვანაირად. ემოციური მდგომარეობები აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ საკუთარი თავისგან და გავხდეთ პირველ რიგში დამკვირვებლები, რომლებიც ობიექტურად გრძნობენ რეალობას. დამკვირვებლები, რომლებიც იცნობენ საკუთარ თავს და ის, ვინც იცნობს საკუთარ თავს, ფლობს თავის თავს და ვინც ფლობს თავის თავს, ის ფლობს ცხოვრებას. არსებობს სხვადასხვა მედიტაციები, რომლებშიც ენერგეტიკული წმენდები ხდება. ეს ხერხდება ხშირი სუნთქვის, ცეკვის, ხტუნვის, ან თუნდაც 20 წუთით უმოძრაოდ, უფიქრელად ჯდომის საშუალებით. როდესაც ეს შენახული ემოციები ამოდის და ადამიანი თავისუფლდება. შეიძლება იტირო ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ ამოისუნთქავ, უფრო შემსუბუქებული ბედნიერი აგრძელებ ცხოვრებას. ყველა შემთხვევაში ჩვენი საოცარი ორგანიზმი თვითრეგულირებადია და როგორც ხელის გაჭრის დროს კანს აქვს რეგენერაციის უნარი, ასევე აქვს ენერგეტიკულ სხეულს და ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა გარემოებებში, თუნდაც მუსიკის მოსმენის დროსაც კი, ის რომელიმე ძველ ენერგეტიკულ ჭრილობას გახსენებთ და განიშნებთ, რომ განთავისუფლდეთ. 5 წლის წინ თუ ვერ იტირეთ, ახლა იტირებთ და ის ენერგეტიკული მოწამვლა რომ მოხდა, თქვენი სხეული მისგან გათავისუფლდება. ამ ყველაფრისთვის ჯერ საკუთარ ემოციებზე დაკვირვების სწავლაა საჭირო. განმიცადოთ, მაგრამ ამავე დროს გავაცნობიეროთ, რა ვიგრძენით და ასე ვთქვათ, დამკვირვებლები გავხდეთ პროცესის. დამკვირვებლის მდგომარეობაში თქვენზე კარგად თქვენს თავს, თქვენს სხეულს, ორგანიზმს და ემოციურ სხეულს ვერავინ ვერც გაიცნობს და ვერავინ განკურნავს. ემოციების შეპყრობა ყოველთვის საფრთხილოა, რადგან თქვენივე ჯანმრთელობას აყენებთ საფრთხის ქვეშ. მაგალითად, ვინმე ხმის აწებით მოგმართავთ, ან შეურაცხყოფას გაყენებთ. თუ დანებდით და აღყებით, მაშინ მისი ნეგატიური ემოციისა და ენერგიის კონტროლ ქვეშ აღმოჩნდებით. ანუ რა ენერგეტიკასაც აყვებით და დაეტაკებით და შემოუშვებთ თქვენში, ის ხდება თქვენი ბატონ პატრონი და განმკარგავი. მოკლედ, ვინც განერვიულებთ, ის გმართავთ. ამიტომ იმ მომენტში უნდა მოახერხოთ და მართოთ თქვენი ემოციები. ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ ღრმად. არ არის აუცილებელი თქვენც იგივე სიხშირეზე დადგეთ და ჯიბრით მისი დამარცხება სცადოთ. ფსიქოლოგიური და ენერგეტიკული მართვისა და ორგანიზების უამრავი მეთოდია და ყველა მათგანი თქვენ თავად ინდივიდუალურად უნდა მონახოთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია